ინტრონიზაციის შემდეგ ჩვენმა პატრიარქმა შიო მესამემ მიიღო უამრავი მილოცვა სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან თუ სხვადასხვა ქვეყნებიდან. და ასევე მიიღო მილოცვა სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსგან. თუმცა მოდით ნახოთ, როგორი მილოცვა მიიღო ჩვენი ოპოზიციური ფლანგისგან. ზოგადად რა დამოკიდებულება აქვთ მათ ახალი პატრიარქის მიმართ. ზოგმა პირდაპირ თუ ირიბად იერიში მიიტანა ჩვენს ახალ პატრიარქზე შიო მესამეზე. აქვე აქ გააქტიურდა მათი Facebook გვერდები, მაგალითად წარმოგიდგენთ გიჩვენებთ ერთ-ერთს, ეს გახლავთ სახელწოდებით საპატრიარქოს მხილების სააგენტო. მოდით ვნახოთ, ერთად დავათვალიეროთ თუ რას წერენ, ზოგადად რა იპოსტება ამ გვერდზე. ჩამოურიგეს ვერცხლი და გაიმარჯვა რუსმა შიომ. ოკუპანტმა რუსეთმა გაიმარჯვა. ყარხარ თქვენ რუსეთუნეებო. გაგებეს ნომრიანი აგენტი, ქართული ეკლესიის მეთაური. ოსმა მიულოცა თავის შნირს. და ასე შემდეგ ამ გვერდზე არის 1000 სიბინძურები, რომელსაც მე ვერ ჩამოგითვლით. აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკან არსიამ პირდაპირ დედის გინებით დააფიქსირა საკუთარი აზრი. ხოლო გიგი უგულავამ კი ესეთი პოსტი მიუძღვნა ჩვენს პატრიარქს. ეძღვება შიო მესამეს, როგორც ძველს ახალ ცეკას ვდივნებს შეხაღადებდნენ. იმის წასვლა თქვენმა მოსვლამ გადამატანინა. ჩვენ კი ჩვენს პატრიარქს უსურვებთ გამძლეობას და მხნეობას.